ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ყავს. ირაკლი გიორგობიანი ასოციაციას უკვე მეოთხე თვეა ხელმძღვანელობს და მას ჩვენი საქმიანი მაყურებელი, როგორც ქართული ავიაკომპანია ივერიას დამფუძნებელს იცნობს. მისი გამოცდილება უკავშირდება საკონსულტაციო კომპანია BMI Partners-ად, რომლის მმართველი პარტნიორი 2012 წლიდან არის. მანამდე კი მის ბიოგრაფიაში საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც გვხვდება. როგორია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხედვა, რა ძირითად პრობლემურ საკითხებზე თუ ინიციატივებზე მუშაობს ამ ეტაპზე. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ამ თემებზე საუბარს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი გიორგობიანთან ერთად გავაგრძელებთ, რომელიც დღეს საქმის კურსის სტუმარია. მოგესალმებით ბატონი ირაკლი და პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. სიუჟეტს მოусმინეთ და მინდა დავიწყოთ უშუალოდ ამ ტენდერებით და ფასწარმოქმნაზე საუბრით, იმიტომ რომ ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც სექტორი ბოლო პერიოდში საუბრობს, არის სწორედ სახელმწიფო ტენდერებში არსებული ფასწარმოქმნა, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, იმ გაზრდილ ხარჯებს, რაც აღნიშნულ სექტორს აქვს. რა შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში, რამდენად პრობლემური გახდა ეს საკითხი და როგორც ასოციაციას ხედავთ თუ არა რაიმე სახის გამოსავალს ამ შემთხვევაში და შეიძლება თუ არა რომ ეს იყოს მაგალითად ინდექსაცია, რომელზეც თავის დროზე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაც აქტიურად მუშაობდა, როდესაც ამოქმედდა დროებითი სახით ეს ინიციატივა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და საკითხის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის და ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავხადო ასოციაციის წინა ხელმძღვანელობას, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვნად ღირებული საქმეა გაკეთებული და ხარისხოვანი და მე ჩემთვის გარკვეულწილად საკმაოდ გამეკვირდა, რამდენად კარგი და ძლიერი ასოციაცია დამხვდა და მადლობა ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ჩემი მოსვლითაც რაღაც ახალ ენერგიას და შემართებას შევიტან ასოციაციაში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფასთა წარმოქმნასთან და ბოლო 2 წელიწადში მე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უბრალოდ ისე დროს გვიწევს ცხოვრება, როდესაც ყველაფერი ძალიან ცვალებადი არის. რაც თავისთავად ეს ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და მით უმეტეს მოიხსენებათ, რომ მშენებლობის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამშენებლო მასალებს უჭირავს, შემდეგ იმოდის ადამიანური რესურსი და შემდეგ უკვე მანქანა მექანიზაციები. და რთულია განსაზღვრო წინასწარ დაუშვათ ტექსტის თავზე რა ფასი იქნება ამა თუ იმ მასალაზე ან ხელფასებზე ალბათ მოგვიწევს ჩვენ საუბარი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ინდექსაცია მართლა ძალიან კარგი მოვლენა იყო, ესე ვთქვათ, რომელიც ერთჯერადი იყო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პრაქტიკა და ფაქტიურად საერთაშორისო გამოცდილება, რასაც გვაძლევს ძელვადიან პროექტებში, რომელიც ვადიანობა აღემატება 12 თვეს ან 18 თვეს, იქ აუცილებლად მონაწილეობს ინდექსაცია გარკვეულ პერიოდზე და ეს ინდექსაცია ვრცელდება გარკვეულ ხარჯთაღლისთვის მუხლებზე. ვფიქრობ, რომ მე როგორც შემსყიდველი, ანუ ეს პრობლემა არა მარტო მიმწოდებლისთვის, არამედ შემსყიდველისთვის არსებობს. და მე მგონია, რომ ზოგადად სექტორი და ინდუსტრია არის მისული იმ კონსენსუსამდე, რომ აქ გარკვეული გადაწყვეტილება მისაღები. არის მაგალითები, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ ინდექსაციას, არის სახელმწიფო ორგანიზაციები, სადაც ჯერჯერობით ეს პრაქტიკაში არ არის. თუმცა იმედი მაქვს, რომ განიხილება როგორც სავალდებულო მექანიზმის, ასე ვთქვათ. სავალდებულო უფრო მე მგონი ყველას ინტერესი არის, რომ პროექტი დაგეგმილ ბიუჯეტში და დაგეგმილ ვადაში შესრულდეს. იმისათვის, რომ ან ერთში ან მეორეში ასθენა არ ხონდეს, ამისათვის ყველაზე კარგი გარანტია არის ფასი. როდესაც პროექტში კარგი ფასია, ის არის ვადაში ცდება და ხარისხის პრობლემები არ არის. ამიტომ მგონია, რომ როგორც შემსყიდველისთვის, ასევე მიმწოდებლებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს და აქაც არ მგონია რაღაც არსებით ახალი ველოსიპედის გამოგონება გჭირდებოდეს, მარტივად საერთაშორისო პრაქტიკა რაც არის, თუნდაც უცხოური დაფინანსების პირობებში რა პრაქტიკასაც ვიყენებთ, იგივე პრაქტიკები სახელმწიფო შესყიდვების ნაწილშიც რომ მოვაქციოთ, მე მგონი რომ ამითი საკითხი მოგვარდება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელზეც ჩვენ ასევე ასოციაცია ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებული, ეს არის საბაზრო ფასის განსაზღვრა. ძალიან კარგი რამაა გაკეთებული სტატისტიკის დეპარტამენტს, რომელიც უშუალოდ ინდექსს განსაზღვრავს, თუმცა ის არ განსაზღვრავს საბაზრო ფასს. საბაზრო ფასის განსაზღვრის ფუნქცია, ესე ვთქვათ, და როლს ყოველთვის ასრულებს ხოლმე ჩვენი მსგავსი ასოციაციები, იგივე ევროპული პრაქტიკა თუ სხვა საერთაშორისო პრაქტიკა და ეს არის აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ამას პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. დღეს ფაქტიურად ამის ჩანაცვლება ხდება ფასთა გამოკითხვებით, თუმცა ჩვენი მიზანია რომ შევქმნათ ისეთი დეიტაბეიზი და ეს იყოს პერმანენტული, რომელიც ფაქტიურად
ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპროექტო ორგანიზაციისთვის, შემსყიდველისთვის და ასევე მიმწოდებელისთვის რა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ინსტიტუციონალური პრობლემის მოგვარება. თუმცა აი ბაზრის კვლევა და ფასთა გამოკითხვა ახსენეთ, სწორედ სიუჟეტშიც იყო ამ ნაწილზე საუბარი, რომ ხშირად ტენდერის გამოცხადებამდე, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი ვადაა, ძალიან ადრე ტარდება ხოლმე ფასთა აი ამ ნაწილში არსებულ გამოწვევებს გარკვეულწილად მოაგვარებს ის ინიციატივა, თუნდაც რაზეც მუშაობს და რა მიმართულებით შეიძლება, რა შეიცვლება უშუალოდ როგორც შემსყიდველისთვის, ისე მიმწოდებლისთვის, რომლისთვისაც ეს გარკვეულწილად გამოწვევა. ფაქტიურად ცვლილება იქნება ის, რომ თუ შემსყიდველი კონკრეტული პროექტის მიმართ ანცხადებს ფასთა გამოკითხვას, მაგრამ ეს პროექტები შინაარსობრივად სამუშაოების ტიპები ბევრი მსგავსია, ხო, სხვადასხვა პროექტებში, ხო? აქ შესაბამისად შეიძლება ისტორიული ფასის განსაზღვრაც, მით უმეტეს ახლა ფასთა გამოკითხვაზე როცა ვსაუბრობთ, მარტო სამშენებლო ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, აქ საერთოდ არ მონაწილეობს ზოგ შემთხვევაში არც ზედნადები ხარჯი, არც მოგების, მაგრამ ერთი კითხვა მინდა დავსვა, რა არის საშუალოდ ინდუსტრიის ზედნადები ხარჯი ან მოგების ხარჯი. ეხლა იცით, რომ რეგულირებულია ეს სექტორი და მათ შორის გამონაკლისის სახით რეგულირებულია მისი როგორც ზედნადები, ისე მოგების განაკვეთი, რომელიც დაწესებულია დაახლოებით 10 წლის წინ. შესაბამისად, რეალობაში ფაქტიურად იმისათვის, რომ მიმწოდებელი ამ შემთხვევაში კომერციული და მშენებელმა სექტორი როცა აფასებს პროექტს, აფასებს როგორც შესრულებულ სამუშაოებს, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებსაც. და თუ ამ რისკებში და არის რაღაცა ხარჯები, რომელსაც დამკვეთი არ გინაზღაურებს, რა თქმა უნდა, ამისი კომპენსაცია შენი ზედმოდებიდან გიწევს ან მოგებიდან. და ჩემის შეფასებით ყველაზე დიდი პრობლემა რაც ამ სექტორში არის, ეს არის რომ ამ სექტორში კაპიტალის ფორმირება არ ხდება. სექტორი, რომელსაც 13%-იანი წილი აქვს ეკონომიკის ფორმირებაში, იქ ფაქტიურად გვაქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოხდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კაპიტალის ფორმირება, რომელიც ასევე რეინვესტირების გზით თუ ინვესტიციების კუთხით ისევ ქვეყნის ეკონომიკას და მის გრძელვადიან განვითარებას მოხმარდება. რასაც თქვენ აკვირდებით, ტემპი როგორია უშუალოდ დარგში? ისიც ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წილი აქვს აღნიშნულ სექტორს საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ თუნდაც მაგალითად საქსტატის წინაკვირის განახლებას მოვიშველებს, სადაც ტემპის შენელებაზეა საუბარი. გასაგებია, რომ გასულ თვეში ეს შეიძლება აიხსნებოდეს რაღაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებით, მაგრამ ზოგადი ტენდენცია როგორია, რას აჩვენებს უშუალოდ ტრენდი? რამდენად არის მათ შორის მოთხოვნა? ძალიან კაი კითხვა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვინდა ჩვენმა ასოციაციამ მაქსიმალურად ვითანაშაულოთ ისეთ ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ სექტორის კვლევებს. მათ შორის იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვროთ კლება გვაქვს თუ მატება გვაქვს ამ ინდუსტრიაში, ეს თქვათ backlog-ს ეძახიან, ანუ კონტრაქტები, რომელთაც დარჩენილი შესრულებული ღირებულებების რაოდენობა არის, რომელიც რეალურად განსაზღვრავს რა არის მიმდინარე შესრულებელი სამუშაოების ჩვენი შეფასებით ეს დაახლოებით 1.5 სუდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანიის წინა წლის შემოსავალი X იყო, მისი დაკონტრაქტებული და შესრულებული სამუშაოების რაოდენობა ფაქტიურად კიდე წელიწად 1.5 მიცემს მას საშუალებას, რომ იფუნქციონოს ისე, რომ დამატებითი კონტრაქტი არ დაემატოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო როგორც დამკვეთისთვის და მთლიანად ინდუსტრიისთვის კვლევა ამ კუთხით თუ რა ხდება, იმიტომ რომ რა მოგების ფორმირება ხდება, სად არის რა არის საშუალო ზედნადები ხარჯი, ამაზე ჩვენ დამატებით კვლევებს განვახორციელებთ და იმედი მაქვს, რომ მე თქვენს იქნებით ის საშუალება, რომელიც ამის აუცილებლად, იმიტომ რომ ყოველთვის გვაინტერესებს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა გვქნება. ცირად რო გვაქვს და მინდა ევროკოდებზეც მოვასწროთ საუბარი, ვიცით რომ ამ კუთხით ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. გვაინტერესებს დღეს რა ხდება, ბოლო განახლება რა არის, რა ეტაპზეა და რა იცვლება ბიზნესისთვის და როდიდან უნდა ველოდოთ უფრო მეტ სიახლეს ამ კუთხით თუნდაც ევროკოდებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იყო განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში. სულ 10 ევროკოდია და 10-დან 4 იცით რომ უკვე დამტკიცებულია და მიღებული არის. მეხუთე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სეისმიკას ეხება, ფაქტიურად დასრულების ეტაპზე არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ესე ვთქვათ ვაქტიურობთ და რომ მიღებული იქნეს. მოგეხსენებათ ეს ცოტა დროში გაწერილი პროცესია, იმიტომ რომ ნებისმიერი ევროკოდს თავისი ყოველ ქვეყანაზე მორგება და country specific ჭირდება
რაც შემოწევადი საქმე არის და ამაში აქტიურად ვართ ჩვენი შესაძლებლობები და რესურსებით ჩართული და იმედი მაქვს რომ არ არის შორს ის დღე, როდესაც ეს საბოლოო შედეგამდე მივიდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არა მარტო ის არის, რომ ჩვენ ევროკოდები მივიღოთ, არამედ ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ დღესვე დავიწყოთ უკვე სწავლა, ცნობადობის ამაღლება, ინდუსტრიაში მისი გამოყენების საშუალება, აქ მნიშვნელოვანი რგოლი და როლი შეუძლია ითამაშოს სახელმწიფოს, რამე თუ პრაქტიკაში დაიწყოს რაღაც გარკვეული მისი პრაქტიკაში გამოყენება. აი ხო, თუნდაც მაგალითად სავალდებულოების მექანიზმი, აი ამ კუთხით, ერთია რომ მიღებას, აი ვიღებთ ამ ევროკოდებს, ვამტკიცებთ, მუშაობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ თუნდაც ბიზნესთან კომუნიკაციის თვალსაზრისით იდგმება თუ არა რაიმე ნაბიჯები და მათ შორის რამდენად არის მზად ბაზარი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა აი ამ კუთხით გამოწვევა? აი, სწორედ აი ასოციაციის მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მინდა აღნიშნო, რაც შემთხვევით სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ ძალიან დიდ როლს და აქტიურ როლს თამაშობს ცნობადობის ამაღლების კუთხით, განათლების კუთხით, რომ ეს თითოეული ნორმა თუ სტანდარტი ეს თუ ჩვენ არ გვეცოდინება ის როგორ უნდა გამოვიყენოთ, შესაბამისად მის არსებობასაც აზრი არ აქვს, ხო? აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი, იგივე საპროექტო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებისთვის ცნობადობის და სწავლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რომელსაც ასოციაცია მნიშვნელოვნად აორგანიზებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად გვინდათ, რომ ეს ტემპი კიდევ უფრო გავაქტიუროთ და მგონია, რომ ჩვენი, ანუ კერძო სექტორსაც ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მის აქტიურობაზე და ეს განათლება, კვალიფიკაცია, ეს თქვათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის და იმედი მაქვს, რომ და ბოლო კითხვა იქნება ახლა ნამდვილად შეჯამების კუთხით გვაინტერესებს აქტიურად გვესმის მათ შორის კომპანიების მხრიდან რომ გაიზარდა საქართველოს ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე და ძალიან აქტიურად გვესმის რომ სხვადასხვა ბიუროები ქმნიან სამშენებლო კომპანიები. რამდენად გაჩნდა პერსპექტივა ამ კუთხით, რამდენად არის მოთხოვნა და რას შეიძლება ველოდოთ ამ მიმართულებით? ამ ნაწილში ძალიან კაი კითხვა არის. პირველ რიგში გაჩნდა კვალიფიციური მუშახელზე არის არანორმალური მოთხოვნა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და იცით, რომ ამ სექტორისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კვალიფიციური მუშახელია. ამის შედეგი არის ის, რომ დაახლოებით გაორმაგებული არის საშუალო ხელფასი ბოლო 3 წლის და 4 წლის განმავლობაში და ეს ბოლო ინდექსით, სამშენებლო ინდექსიდან ყველაზე მნიშვნელოვანიც და ისევ ის მუშახელზე არის. რაც შეეხება საექსპორტო პოტენციალს, მე ვფიქრობ, რომ ეს სექტორი, როგორც დღეს მნიშვნელოვანი წვლილი შემტანი ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე ერთ-ერთი მაღალი პოტენციის მატარებელია ექსპორტისა. მაგალითად, ახლა ჩვენ სავაჭრო პალატის ინიციატივით აღმოჩნდით, ასე ვთქვათ, უზბეკეთის საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი დამფუძნებელი, მაინში გეგმება ვიზიტი, ასე ვთქვათ, უზბეკეთში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სექტორიდან გამოჩენილი იქნება ინტერესი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ცენტრალური აზია და განსაკუთრებით უზბეკეთი ინფრასტრუქტურის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი რეგიონი არის დღეს მსოფლიოში და მით უმეტეს ეს ჩვენი პრაქტიკა და ეს ვთქვათ კულტურული უპირატესობები და გამოცდილებები კაი საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ბაზარზე მით უმეტეს ჩვენი ფინანსური სექტორი კაი შედეგს იძლევა ახლა. ორი პოტენციალი არის და მოთხოვნა არის. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩვენი სტუმარი იყო ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი.